რეზა ფელევიმ ახლახან გამოაცხადა ომი ევროპას, რადგან დაიცვა სისხლიანი ისლამური რევოლუციური გვარდია და სასტრაფო მოწოდება გააკეთა ახალი ირანული რევოლუციისთვის. ეხლა ირანის კრიზისს ევროპაში ახალი მძიმე ფრონტი გაუჩნდა. ეს არის ირანელი პრინცი, რომელიც ემიგრაციაშია და არის მთავარი ოპოზიციური ხმა აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ. მან გაამკაცრა ტონი ევროპის მთავრობებისა და კონტინენტის მედიის ნაწილის მიმართ. ამ შაბათს 2026 წლის 25 აპრილს ირანული ოპოზიციის გზავნილი პირდაპირია. ევროპა ვერ გააგრძელებს ადამიანის უფლებებზე საუბარს, სანამ ისლამური რევოლუციური გვარდიის მიმართ სიფრთხილით, დაკოვნებით და პოლიტიკურ გათვლებით იქცევა. პალავის აზრით, ეს ხოყმანი მშვიდობას არ იცავს. პრაქტიკაში ის იცავს მექანიზმს, რომელიც თეირანის რეჟიმს აცოცხლებს. ამას ყველაფერს მალე გიამბობ, მაგრამ ეხლა მოგინდება, რომ არხი გამოიწერო. გამოწერე არხი, რომ იყო კარგად ინფორმირებული. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, Milson Alves News. ეს განცხადება პალავის მხრიდან გაკეთდა მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე შეხვედრა გამართა ევროპულ ქალაქებში, მათ შორის სტოკჰოლმსა და ბერლინში, სადაც ის შეხვდა პარლამენტარებს, მთავრობებსა და ჟურნალისტებს. გამოცხადებული მიზანი იყო, რომ უცხოეთში მიეტანა მილიონობით ირანელის ხმა, რომლებიც ცენზურის, რეპრესიებისა და შიშის ქვეშ ცხოვრობენ. მაგრამ მისი თქმით, სიჩუმე მხოლოდ ირანში არ არის. ის ასევე არის რედაქციებში, პრესკონფერენციებსა და ევროპის პოლიტიკურ დარბაზებში, სადაც ხშირად საუბრობენ დიპლომატიაზე. მაგრამ თავს არიდებენ ირანელი ხალხის ნამდვილი ტანჯვის თემას. ბერლინში დაძაბულობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც პახლავი საჯარო ღონისძიებიდან გამოსვლისას წითელი სითხით შეასხეს. გერმანიის პოლიციამ ეს შემთხვევა მის წინააღმდეგ მიმართ უქმედებად შეაფასა და ერთი კაცი დააკავა. პრინცს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, მაგრამ ეს შემთხვევა ირანული ოპოზიციისთვის, ირანის გარეთაც კი არსებული მტრული გარემოს სიმბოლოდ იქცა. მისი მხარდამჭერებისთვის გზავნილი ნათელი იყო. ევროპის გულშიც კი, ვინც აიათოლების რეჟიმს ეწინააღმდეგება, კვლავაც დევნის, ზეწოლისა და გაჩუმების მცდელობის გარემოცვაში რჩება. ფელავის ბრალდების ცენტრში ისლამური რევოლუციური გვარდია დგას. ოპოზიციისთვის ის მხოლოდ სამხედრო ძალა არ არის. ეს არის ეკონომიკური შეიარაღებული მკლავი. ეს არის სტრუქტურა, რომელიც იცავს აიათოლებს, ახშობს დემონსტრანტებს, აკვირდება საზოგადოებას, უჭერს მხარს მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში და უშლის ირანის მოსახლეობას ხელი, რომ აღშფოთება რეალურ ცვლილებად აქციოს. ამიტომ, როდესაც ევროპული მთავრობები აჭიანურებენ მოქმედებას ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ, ოპოზიცია ამას მხოლოდ ბიუროკრატიად არ აღიქვამს. ის ამას აღიქვამს როგორც სისუსტეს, რეპრესიული იული მანქანის წინაშე. მან განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო პრესკონფერენციებში 150-ზე მეტ ჟურნალისტთან ერთად და მიუხედავად ამისა, თითქმის არავის დაუსვამს კითხვები მოკლულ ირანელებზე, პოლიტპატიმრებზე და სიკვდილ მისჯილებზე. მისი თქმით, ჟურნალისტებს უფრო მეტად აინტერესებდათ შეერთებული შტატებისა და ისრაელის პოზიციის განხილვა, ვიდრე ირანის რეჟიმის პასუხისგებლობის დაკენება იმაზე, რასაც ის საკუთარ მოსახლეობას უკეთებს. ეს კრიტიკა ევროპულ გაშუქებაზე მორალური ბომბივით დაეცა. ბრალდება მძიმეა, რადგან ის ძველ წინააღმდეგობას ეხება. ევროპა ხშირად წარმოაჩენს თავს როგორც ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველი. მაგრამ ირანის შემთხვევაში ოპოზიცია ხედავს ზედმეტი სიფრთხილის წლებს. იმ დროს, როცა ირანული ოჯახები შვილებს მარხავდნენ, დაპატიმრებებს ამხელდნენ და უპირისპირდებოდნენ პოლიტიკურ სასამართლოებს, ბევრი ევროპული მთავრობა კვლავ ცდილობდა თეირანთან არხების შენარჩუნებას და თავს იკავებდა უფრო მკაცრი ზომების მიღებისგან რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ. ოპოზიციის აზრით, ამ პოზიციამ რეჟიმს დრო მისცა და ირანის ხალხი უფრო მარტო დატოვა. გაერთიანებული სამეფოც ჩაერთო ამ დაპირისპირებაში. ბრიტანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც გაამკაცრებს ზომებს, რომებს რევოლუციური გვარდიისა და მტრულ სახელმწიფოებთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ. პირობა გაჩნდა იმ დროს, როცა ბრიტანეთში ირანულ ქსელებთან დაკავშირებულ მუქარებზე გაფრთხილებები გაისმა. ირანული ოპოზიციისთვის ეს ნაბიჯი ცენტრალურ პრობლემას აჩვენებს. როცა მუქარა ევროპამდე აღწევს, რეაგირება ჩქარდება. როდესაც ძალადობა ირანის შიგნით კონცენტრირდება, პასუხი ხშირად ნელა, ფრთხილად და დიპლომატიური არგუმენტებით მოდის. ამასობაში ირანის შიგნით რეჟიმი ცდილობს ძალა აჩვენოს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ სახელმწიფო ერთიანია, მოსახლეობა შეთანხმებულია და ნებისმიერ გარე ზეწოლას პასუხი გაეცემა. მაგრამ ბოლო დროის ნიშნები უფრო მყიფე ვითარებაზე მიუთითებს. დაპირისპირება ფრაქციებს შორის, უთანხმოება მოლაპარაკებებზე და მზარდი ეკონომიკური ზეწოლა. სწორედ ამ გარემოში საუბრობს პახლავი ირანის რევოლუციაზე.
მოწოდება არ ჩანს როგორც ცარიელი სიტყვა, არამედ როგორც მცდელობა დააკავშიროს გარე ზეწოლა შიდა აჯანყებასთან. იდეა მარტივია. თუ რევოლუციური გვარდია რესურსებს კარგავს, თუ რეჟიმი ლეგიტიმაციას კარგავს და თუ მოსახლეობა ისე ვიჯერებს, რომ ცვლილება შესაძლებელია, ძალაუფლების სტრუქტურა შეიძლება შიგნიდან დაინგრეს. ოპოზიციისთვის ევროპამ უნდა შეწყვიტოს კრიზისის ადმინისტრატორის როლში ყოფნა და დაიწყოს მოქმედება როგორც ირანის ხალხის აშკარა მოკავშირემ. მედიის წინააღმდეგ ბრალდებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. პახლავი სურს კრიზისი დიპლომატიის ცივი ველიდან ადამიანურ ველზე გადაიტანოს. ის უნდა რომ ჟურნალისტებმა იკითხონ დაპატიმრებულებზე, სიკვდილით დასჯილებზე, გაუჩინარებულებზე, შვილმოკლულ დედებზე და იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლისთვის გაასამართლეს. მისთვის, როდესაც გაშუქება მხოლოდ ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებსა და სამხედრო რეაქციებს ეხება, მთავარი მსხვერპლი ქრება, ჩვეულებრივი ირანელი ხალხი, რომელიც ყოველ დღე შიშს ებრძვის. სიტყვით გამოსვლისას, პახლავიმ ასევე უარყო აზრი, თითქოს ირანელები დემოკრატიისთვის მზად არ არიან. მისთვის ეს არგუმენტი შეურაცხყოფელია და მხოლოდ რეჟიმის შენარჩუნების გასამართლებლად გამოიყენება. ხალხი, რომელიც თავისუფლების მოთხოვნისთვის ტყვიებს, დაპატიმრებებს, ცენზურას, დაბლოკილ ინტერნეტს, ძალადობას და სიკვდილით დასჯის რისკს უპირისპირდება, უკვე აჩვენებს პოლიტიკურ სიმწიფეს. ოპოზიციის თქმით, საკითხი არ არის იმაში, მზად არის თუ არა ირანის ხალხი. საკითხი ის არის, მზად არის თუ არა თავისუფალი მსოფლიო, რომ შეწყვიტოს დამთრგუნველების მისაღებ პარტნიორებად მიჩნევა. რეჟიმი კი თავისუფლად ცდილობს გადარჩენას სამ ფრონტზე. პირველ რიგში ის ახორციელებს რეპრესიებს ირანში, დაკავებები, მუქარები, სიკვდილით დასჯა და ინფორმაციის კონტროლი. მეორე მხრივ, ის ცდილობს დაშინებას ქვეყნის გარეთ, იყენებს მოკავშირეებს, რეგიონულ ზეწოლას და სხვა ქვეყნების ინტერესების მიმართ მუქარებს. მესამე მხრივ, ის ავრცელებს ერთიანობის პროპაგანდას. ამტკიცებს, რომ ზომიერებსა და რადიკალებს შორის დაყოფა არ არსებობს, მხოლოდ ერთი რევოლუციური, ერთიანი ერი. მაგრამ ეს ნარატივი სულ უფრო ხელოვნურად ჩანს, როცა მას ეკონომიკური კრიზისის, იზოლაციისა და შიდა დაპირისპირების ნიშნებთან ვადარებთ. რევოლუციური გვარდია ამ ყველაფრის შუაგულშია. ის აიათოლების ფარადაც გვევლინება და ოპოზიციის მთავარი სამიზნეც არის. თუ ეს სტრუქტურა ფინანსურად, პოლიტიკურად და სიმბოლურად იზოლირებული იქნება, რეჟიმი თავის მთავარ კონტროლის ინსტრუმენტს დაკარგავს. ამიტომაც ფახლავი ევროპულ პოზიციას გადამწყვეტად მიიჩნევს. მისი ხედვით, რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ ზომების დაცვა, შემსუბუქება ან გადადება ნეიტრალიტეტი არ არის. ეს არის არაპირდაპირი გზა, რომ მანქანა მუშაობდეს. საბოლოო გზავნილი მარტივი და მძიმეა. რეზა პახლავი მომი გამოუცხადა ევროპულ პოზიციას და ყველას, ვინც იცავს სისხლიან გვარდიას და მოუწოდა ირანის რევოლუციას, რადგან ხედავს რეჟიმს, რომელიც ზეწოლის ქვეშაა, გაყოფილია და დაუცველია. ეს არის მომენტი, როდესაც ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, დაუდგება თუ არა ირანის ხალხს გვერდში, თუ კლავაც დარჩება ნელი რეაგირების მხარეს იმ სასტიკი რეპრესიისა და წამების მანქანის წინაშე, რომელიც თეირანს ამყოფებს ფეხზე. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვეს ნიუსის საზოგადოებაში.